მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიცის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია გიორგი კრავეიშვილი, რომელსაც აქვს ძალიან ფართო რეგალიები. ის არის ხელოვნების დოქტორი. ჰერეთ, ლაზეთ, გამახსენი გიორგი? ლაზეთ, შავშეთ, ტაო, კლარჯეთ, ჰერეთ, ფერეიდანის მუსიკალური ფოლკლორის კვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეთნომუსიკოლოგი. კონსერვატორიაში მაქვს დისერტაცია დაცული. ხო. იმდენად დიდი გრძელია მისი რეგალიები, რომ რაიმე შეცდომით რო არ მეთქვა, ამიტომ გიორგი ჩავრთე. და რატო არის დღეს საინტერესო, რატო გადაწყვეტე გიორგისთან შეხვედრა და რატო მინდოდა რომ აი თქვენს მოგესმინათ ჩემთან ერთად ის ამბები, რაზეც მე და გიორგი ვისაუბრებთ. გიორგის აქვს მჭიდრო ურთიერთობა ფერეიდნელ ქართველებთან, ფერეიდანშიც ყოფილა და საკმაოდ დიდი ხანი აქვს ნაცხოვრები და ახლა საქართველოში ვინც ცხოვრობს, იმ ფერეიდნელ ქართველებთანაც აქვს კომუნიკაცია და აი ცნობილი ამბებიდან გამომდინარე, ანუ იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს ირანში მიმდინარეობს, მინდოდა რომ რაღაცა ჩვენებურების შესახებაც რაღაცა ორი სიტყვა გვეთქვა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იყოს მათ თავს, მათ ქვეყანაშიც, მაგრამ უპირველესად თვითონ აი ამ ჩვენს სიცხლით ნათესავებთან და ზუსტად ამ ნათესაობაზე მინდა ვისაუბროთ, იმაზე მინდა ვისაუბროთ თუ რა განათლების რა მეთოდები გამოიყენა ამ ადამიანებმა, რომ იდენტობა შეინარჩუნეს და დღემდე საკუთარი თავი მოიტანეს, როგორც ქართველებმა მოიტანეს ენა, მოიტანეს დამწერლობა და მე როგორც ვიცი ძალიან საინტერესო არის წმინდა ფილოლოგიური თვალსაზრისითაც აი სიტყვების ეტიმოლოგიის გაშიფრვაში ძალიან გვეხმარება ფერეიდნელების გამოცდილება და ის ფორმა ენობრივი, რომელიც მათთან არის შემონახული 5 საუკუნის, ჯერ კიდე 5 საუკუნის წინანდელი. მოკლედ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს გიორგისთან. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ დღეს ჩემთან ხარ. თან ესეთი ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ განათლების საკითხებზე ვილაპარაკებთ ძალიან საინტერესო კულტუროლოგიურ ფენომენზე, ხო, რაც ქართველი ფერეიდნელების ყოფა არის და მაინტერესებს როდის იყავი, რომელ წლებში ცხოვრობდი ფერეიდანში, რაღაც ის პერიოდი რაც არის და აი რომ ჩახვედი, რა იყო აი ესეთი, რაც ალბათ ყველაფერი სული შემძვრელი იქნებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად რა მოახდინა გავლენა. გეტყვით ყველაფერს ახლა ცხოვრებით ასეთი არასოდეს მიცხოვრია, მაგრამ 2024 წელს მე და ჩემი საექსპედიციო ჯგუფი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ვიყავით მე ეთნომუსიკოლოგი გიორგი კრავეიშვილი, ეთნოქორეოლოგი ხათუნა დამჩიძე და მამაჩემი თამას კრავეიშვილი, რომელიც აი ჩემი ყველა ექსპედიციის სული და გულია, მოკლედ რო ვთქვათ. საერთოდ ეს არის მძღოლიც, ფოტოოპერატორიც, ვიდეოოპერატორიც, რჩეველიც, ყველაფერი, მაგრამ ანუ ორგანიზაციულ საკითხებში გეხმარებათ. დიახ. მაგრამ ახლა ჩვენ ფერეიდანში ჩვენი მანქანით ვერ ჩავედით. მაგაზეც შეზღუდვებია, რომ ჩავსულიყავით თურმე 7,000 თუ 8,000 დოლარი უნდა გადაგვეხადა, რომ მერე იქაური დროებითი ირანული ნომრები მოეცა ჩვენთვის, იმიტომ რომ სხვა ნომრებით მანქანების მოძრაობა კატეგორიულად აკრძალულია. ანუ ყველა მიმართულებით აკრძალვა, ხო? და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ თვითმფრინავით ჩავსულიყავით, მით უმეტეს რომ მე უკვე წლებია ვიცნობდი ფერეიდნელებს, მაგრამ მამაჩემის პირველი შეხება ფერეიდნელებთან ეს იყო საქართველოს პარლამენტში, მაშინ მამა პარლამენტში მუშაობდა 2019 წელს, როდესაც შაჰრამ მონიკაძე და ამირან გუგუნაშვილი ფერეიდნიდან საქართველოში მოვიდნენ ფეხით. 35 დღე იარეს და დიასპორის კომიტეტში მაშინ იყო სწორედ მათი შეხვედრა, მე ეგრევე მამამ მითხრა ამ შეხვედრის შესახებ. მივედი დავესწარი სხდომას გავეცანი და გვეუბნებოდნენ ოღონდაც რომ თქვენ ჩამოდითო ჩვენო ყველანაირადო ჩვენ მოგატარებთო და ესეც რომ გვახსოვდა და მე შემდგომ წლებში ქონდა მაგთან ურთიერთობა, მაგრამ კორონავის პერიოდი რო დაიწყო ყველაფერი ჩაიკეტა, ვერ მოვახერხეთ წინა წლებში ჩასვლა, მაგრამ მე თვითონ აქაური ფერეიდნელები გვეუბნებოდნენ რომ იქ მოგატარებენ, მანქანით არ დაგაკლებენ არაფერს. ჩავედით ფერეიდანში. თვითონ შიგ ფერეიდანში ვიყავით 15 დღე.
მაგრამ მე 5 დღე ვიყავით ისპაჰანში და უკან ისპაჰანიდან წამოვედით ისევ თეირანში რომ გამოფრენი ვიყავით და ამირან გოგონაშვილმა კაცმა რა გააკეთა დილას ადრე გამოვიდა ფერეიდნიდან შემოგვიარა ისპაჰანში წაგვიყვანა თეირანის აეროპორტში იქ გვიცადა სანამ საბოლოოდ გავივლიდი საბაჟო კონტროლს და მე გაბრუნდა უკან ფერეიდანში და დღეში გაიარა დაახლოებით 1200 კილომეტრი და რომ მეუბნებოდით კაცო ტაქსს ამიყვან ჩავალთ არ შეწუხდე არა ქართველი ხარ სირცხვილია როგორც კი აი ფერეიდანში რომ დაგინახავდნენ რომ აი ქართველი მოვიდა ნებისმიერი სადარბაზოს შესასვლელთან დახვდებოდნენ ნებისმიერ ქუჩაზე აი უცებ 4-5 კაცი ეგრევე ხვდებოდა რომ როის მოხველი ჩონებურო ჩვენსა როის მოხოლყე როდის მოხარ ჩვენ სახში დამიყო ნახდი დამიყო ნახდი მე სტუმრე დამიყო ნახდი ხო მე ღამის ყონაღიდან მოდის ხო მე ღამის გასათებსაც აი გვთავაზობდნენ ჩემთან გაათენე ღამე ამ დროს იქ ჩვენ ქონდა ქართველის სიკავური ქართველის ბინა ნაქირავები ხო და იქ ვარ წყნა და არა იქაც იყავი და ჩემთანაც მოდით არა ბაცო ღამე წყნარად ვიქნებით დღე მაინც მოდით გამასპინძლება ქონდათ ისეთი რომ ოღონდ სამზარეულო იყო ძალიან ხარიბი ძირითადად იყო ბრინჯი და ცხვრის ხორცი. ანუ ეს ქართული კერძები ნაკლებად არ აქვთ ხო შემონახული ხო? იქ არის ხალხი რომელმაც იცის კეთება, მაგრამ არ არის ის მასალა პირითაც გააკეთებს ძალიან ძნელია. ნახეთ კიდე იცი რა შეასაქმე ფერეიდნელებმა ყურძენი მოიყვანეს, საზამთრო მოიყვანეს, ნესვი მოიყვანეს. ჩვენ რო პატარა უდაბნოს ტერიტორია ვიცი და ცოტა აყვავეს იქ. კი, ოღონდ ნახეთ როგორ არის. კიდევ ჭერამი აქვს, დიდი ჭერამი ჩვენ რო გარგარს ვეძახით, მაგრამ მეტი ხილი არ მოდის, ვაშლი მსხალი არ მოდის. იმიტომ რომ ფერეიდანი არის ბუნებრივად უდაბნო. მთიან გორიანად ის არის უდაბნო. როგორც თითქმის მთელი ირანი, მაგრამ ჩვენება იმთენი ქნეს რომ ეს გორები ამწვანეს, ხელოვნურად გაამწვანეს, მაგრამ რო შეხედავ სურათებში ჩანს რომ ის მთები ისევ ყვითელ მთებად დარჩა. მე თვითონ მიაჩნიათ ირანში და მათ შორის ფერეიდნელებსაც რომ ყველაზე სუფთა ჰაერი არის ფერეიდანში. ამ დროს ჰაერი არის გაჯერებული თეთრი მტვრის ნაწილაკი, იმიტომ რომ მაინც უდაბნოა. წყავილი აქვთ, სხვათა შორის იქ წყაროები არის, მაგრამ ვინაიდან არის უდაბნოს ნიადაგია მაინც და მწირი ნიადაგია, დიდი რწყვა უნდება და ასე რიგები აქვს. ვენახია აქ იგულისხმება უკვე ჩვეულებრივი ბაღები, სადაც ნებისმიერი სახის რაც კი იქ მოდის, ხეხილია, სხვადასხვა პროდუქტებია, მაგრამ აი კარტოფილიც კი იშვიათად. აი ხალხი არის ხინკლის კეთება იცის. ერთი აკეთებს ხოლმე ოჯახში იქა და აქ სახინკლე და მეთქი ახლა იქ რაღა თქვიდა სახინკლე ახლა თბილისშიც ყოფნის ადგილობრივი რამე გვინდა, მაგრამ ძირითადად ბრინჯი ცხვრის ხორცი. ყოველ დღეში ორჯერაც როგორი ძნელია, მაგრამ მიჩვევაზეა. არა და 70-80 წლის წინ ბრინჯი თითქმის არ იყო ფერეიდანში და უფრო, მაგრამ მაშინ იყო რძის ნაწარმი ძალიან ბევრი. რძის ნაწარმი. ახლა მაგალითად ყავას სვამთ ხო? ახლა იქ ყავას ვერც კი მოითხოვ. ყავა, ღვინო, ლუდი ირანში. ყავაც აკრძალულია? არ მინახავს საერთოდ აკრძალულია და ლუდი და ღვინო აკრძალულია ნამდვილად, არაყი აკრძალულია ნამდვილად. ყავაც მე როგორც ვიცი აკრძალულია, მაგრამ თავს ვერ დავდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსად არ მინახავს. ძირითადად არის ჩაი და ცივი ლიმონადი. აი თქვენ ახსენეთ ახლა რომ ქართულათო ლექსო გიუნაშვილი ერქვაო, ხო? ვიღაც ასე და ლექსო გუგუნაშვილი. და აი ასე აქვთ ქართული და ადგილობრივი, ანუ ირანული სახელები ასე. ხო, ვისაც ორმაგი მოქალაქეა, ქართულ პასპორტში ქართული სახელი უწერია, თავისი არჩენიული ირანის პასპორტში მუსულმანური სახელი აქვს. ის თავისი ძველი გვარები იცია? ყველა მიცის. ოღონდ ნახეთ როგორ არის ზოგან ფუძე დატოვებულია. მაგალითად არის ლაჩინანი, ლაჩინაშვილი. ათავანი
ითქმება როგორც ბათუანი და ქართულად არის როგორც ბათუაშვილი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც გვარები საერთოდ შეცვლილია, მაგალითად რაჰიმი. რაჰიმი არის ონიკაშვილის, არის დავითაშვილის, არის რამიშვილის. რამიშვილებიც არიან? ოღონდ ბევრი არ არის, ცოტანი არიან და არის ვარაუდები, რომ ონიკაშვილებიდან მოდიან, მაგრამ ონიკაშვილები და დავითაშვილები, რაჰიმები ჩვეულებრივად იწერებიან. ასლანები იწერებიან როგორც ონიკაშვილებად, ასევე იწერებიან ასლანიშვილებად. მერე არის მაგალითად ქურდონი. მაგათი გვარი ქურდონი. ქურდიანი? ქურდიანი. შემა ქურდოვანიძე, ქურდიანი. აი ესეთი კავშირია და ერთადერთი გვარი, რომელიც არის უცვლელი, იმიტომ რომ ირანულადაც ისევენაირად იწერება, ეს არის იოსელიანი. და იოსელიანების თავკაცი იყო სეიფოლა ხანი, სეიფოლა იოსელიანი, რომელიც ცხოვრობდა 1887-1934 წლებში, სამწუხაროდ 47 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში არის გარდაცვლილი, ამბობენ რომ არის მოწამლული. და ეს იყო რომელიც სტალინის დროზე 1922 წელს ჩამოვიდა საქართველოში, ერთი წელი ცხოვრობდა თბილისში და შემდგომ არის მოსაზრება, რომ პირველი ქართული წიგნები მას საუღია ფერეიდანში. მას გაუხსნია სკოლა, ოღონდ ამ სკოლამ ვერ იმუშავა, იმიტომ რომ მაშინ არ ყავდათ იქ ქართული ენის მასწავლებელი და როგორც ჩანს თვითონ არ აიღო თავზე ეს. იმიტომ რომ მე მაინც წაკითხული მაქვს მე მისი ამბობის ღაბრები, რომელიც არის არნოლდ ჩიქობოვას მიერ ჩაწერილი. წმინდა ფერეიდნულ დიალექტზე მეტყველებდა ეს კაცი. 1927 წელს გახსნა სკოლა, სადაც სავარაუდოა რომ ქართულს ალბათ თვითონ ასწავლიდა, მაგრამ ერთ წელიწადში მთავრობის ჩარევით, მათ შორის და სხვადასხვა პრობლემების გამო ეს სკოლა დაიხურა. იმის მერე ქართული სკოლა ფერეიდანში კერძო რა თქმა უნდა გაიხსნა მხოლოდ მე-20 საუკუნის მიწურულს. მაგრამ მოდით ჯერ განათლების სისტემა მივხედოთ როგორ არის. 100 წლის უკან ერთადერთი იყო ლადო აღნიაშვილი, რომელიც ჩავიდა ფერეიდანში 1894-95 წლებში. და მაშინ ფერეიდნელებმა არ იცოდნენ, რომ დიდი საქართველო არსებობდა. და რომ უთხრა, რომ ბავშვები თამაშობდნენ იქა და ეგრევე რომ მივაყურადე და ნახე რომ ქართულად ლაპარაკობენო, საიდან იციო შენ ჩვენებურიო უკითხესო და გორჯისტანიდან მოსული ვარო. გორჯისტანი ასე ეძახდნენ საქართველოს მაშინ, ეგ სიტყვა რა თქმა უნდა გაგონილი ქონდა, თვითონაც იცოდნენ რომ გორჯისტანიდან იყვნენ მოსულები შაჰ-აბასის დროზე, მაგრამ ფიქრობდნენ რომ ეს ქვეყანა არ არსებობდა, აღარ არსებობდა. ანუ ეს ასე ქონდათ მათ დასწავლი შთაგონებული და ანუ მაშინდელი კომუნიკაციის პირობებში მაშინ საზღვრების დატოვება არ შეეძლოთ? ანუ რუსეთის იმპერიაში ვიყავით მაშინ, ანუ ვერ გადმოდიოდნენ, კომუნიკაცია არ იყო, ხო? არანაირად ფერეიდანი 60-70 წლის წინაც კი ჩაკეტილი მხარე იყო, არამც თუ ხა თქვენ გეუბნებით 130 წლის წინამდელ ამბავს. ამის მერე გავიდა 30 წელი, ირანის სათავეში მოვიდა თეჰლევების დინასტია, უფროსი რეზა შაჰი, რომელიც იყო წარმოშობით ქართველი, მაგრამ ის იყო მაზანდარანის რეგიონიდან და მაზანდარანში ქართველები როდიდან სახლობენ, ამაზე ერთიანი აზრი არ არის, იმიტომ რომ ეს თემა არ არის ძლიერად შესწავლილი. მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს ან შაჰ-აბასის პერიოდი, ან უფრო ადრინდელი. ოღონდ იქ მარტო თვით შეგნება დარჩა ქართულის, რომ ქართველები არიან, თორემ ენა მაზანდარანში არ არსებობს. არც შაჰის დროს არსებობდა. 1925 წელს. ანუ გარდა ფერეიდნისა, აი ეს მაზანდარანის რეგიონიც იყო. ეს არის ირანის კასპიისპირეთი, ეს არის ირანის კასპიისპირეთი, თეირანთან ახლოს, სადაც საკმაოდ დიდი ტერიტორიაზე ცხოვრობენ ქართველები. გვარად აქვთ, ერთი გვარი აქვთ ირანული გვარი და მეორე გვარად წერიან გორჯი. მაგალითად მაჰმად ესაყი რაჰიმ გორჯი. ან მაგალითად მუჰამედ იბნ ასარ ასლან გორჯი და ასე შემდეგ. სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროს რამდენიმე მათგანი ჩამოვიდა და ისწავლა ქართული ენა თბილისში.
თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობდა და ეხლა ხანდახან ვფიქრობ, ზოგიერთი ახლაც როცა მიტინგებზე გამოდის, მაზანდარანის ფერეიდნის ქართველს ეგრევე ვცნობ. გვარიც რომ არ დავინახო ეგრევე ვცნობ ლაპარაკი და ახლა ვინც ირანელები არიან და ზოგიერთმა კარგად ისწავლა ქართული, ვფიქრობ მაზანდარანის ქართველები ხომ არ არიან თქო, მაგრამ ბუნებრივ არეალში ქართული ენა არ არის. ვინც იცის, ახლა აქედან ახლად აქ ნასწავლი საქართველოდან და ფერეიდანში ბუნებრივ არეალში არსებობს ქართული უძველესი ფერეიდნული დიალექტი, რომელიც სხვადასხვა კახურზე უფრო მეტად ჰერულთან, ანუ დღევანდელი გაგებით ინგილოურთან დგას გაცილებით უფრო ახლოს. და სხვათა შორის, ვინც საქართველოს ისტორია კარგად იცის და ვინც საქართველოს კუთხეები კარგად იცის, თვითონვე აღნიშნავენ, რომ ჩვენ ჰერეთიდან ვართ წამოსული. ანუ ეს ფერეიდნელები მაიციან ის სოფელი, ის ადგილი, საიდანაც წამოვიდნენ. დაახლოებით იციან, ზუსტად არა. ეხლა მაგ თემაზეც მივალთ. მოკლედ, ჯერ აი როგორი განათლება იყო ფერეიდნის ქართველებში. არ ჩანს დიდად ინფორმაცია თუ რამდენი წიგნი ჩაიტანა ლადო აღნიაშვილმა, როგორც ჩანს ძალიან ცოტა. მე მგონი, საერთოდ წიგნი არც ჩაუტანია. როგორც მახსოვს და ანბანი დაწერა. არ იყო ქართული წიგნები მაშინ. ასე დაბეჭდილი 19 საუკუნეშიც კი. გადის 30 წელი, 25 წელს ადის ტახტზე ეს უფროსი რეზა შაჰი. ანუ ქართველი. მაზანდარანელი ქართველი. რომელმაც იცის რომ ქართველია, მაგრამ ენა არის. ახლა რა თქმა უნდა, დღესაც კი იციან მაზანდარანელებმა რომ ქართველები არიან უდიდესი ნაწილი, ვინც მაზანდარანაშიც ყველა ქართველი არ არის, მაგრამ უდიდესი ნაწილი მაგ რეგიონის მოსახლეობის არის ქართული წარმოშობის და რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია რომ ფეხლებებმაც ეს იცოდნენ. 1925 წლამდე სანამ ის ტახტზე ავიდო და იქამდე ირანში საბჭოთა კავშირის ეგიდით იყო ჩასული ამბა კოჭელიძე, ფინანსისტი კაცი, რომელიც ირანის ხელისუფლებას ეხმარებოდა ადგილობრივი ბანკების გახსნაში. მაშინ იყო ორ ხელისუფლებიანობა, ჯერ კიდევ 1923 წელს ხდება ეს, მაგრამ ვინაიდან ამ კაცის სამუშაო იყო თეირანში და მრავალი გზის მსვლელობის მიუხედავად 27 წლამდე ფერეიდანში ასვლა ვერ მოახერხა, მაგრამ თეირანშივე მცხოვრებ ფერეიდნელებს დაუახლოვდა პირველ რიგში სწორედ ჩვენ მიერ ნახსენებს სეიფოლა ხანს, რომელიც ახალი ჩამოსული იყო საქართველოდან. ეხლა ჩვენი გაგებით, იქაური გაგებით რო თქვა, ახალი ჩამოსული იყო საქართველოდან და ჩვენი გაგებით რო თქვა, ახალი ჩასული იყო იქ საქართველოდან, ახალი დაბრუნებული იყო ფერეიდანში. თეირანში ცხოვრობდა და ფერეიდანში ცხოვრობდა, ორივე განქონდა სამუშაო. გაიცნეს იქ სხვადასხვა ფერეიდნელები გააცნო სეიფოლამ. ამასობაში უკვე ეს ორ ხელისუფლებიანობა დამთავრდა, ხელისუფლება მთლიანად იდო. ამასობაში ეს ორ ხელისუფლებიანობა დამთავრდა და ხელისუფლება მთლიანად აიღეს ფეხლებებმა. 1927 წელს ამბა კოჭელიძე უკვე ჩადის თვითონ ფერეიდანში, აღწერს მათ ცხოვრებას და პირველ წიგნს აქვეყნებს 1935 წელს, რომელსაც საბჭოთა ცენზურა კრძალავს. მეორე წიგნი უკვე მეორე გამოცემა მისი გარდაცვალების შემდგომ 51 წელს გამოდის, მესამე უკვე შევსებული 2011 წელს. ეხლა ამბა კოჭელიძე და მისი ცოლი სარა ჭერიძე, ეს ორი აღწერენ ფერეიდანის ცხოვრებას. ისინი დაახლოებით 5-6 თვე რჩებიან ფერეიდანში, შემდგომ ბრუნდებიან თეირანში და საბოლოოდ საქართველოში 29 წელს მოახერხებენ დაბრუნებას. ამბაკო 37 წლის რეპრესიებს გადაურჩება, იმიტომ რომ გარდაიცვლება 40 წელს. ეხლა ამასობაში უკვე მოდის მეორე მსოფლიო ომის პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ მამა რეზა შაჰს ცლის უკვე შვილი რეზა შაჰი, რომელიც არის ახალგაზრდა 22 წლის. ამ დროს საბჭოთა კავშირი უხეშად ერევა ისევე როგორც ევროპული ქვეყნები ირანის შიდა საქმეებში და საბჭოთა კავშირის ყავს თავისი ჯარები უკვე შესული ირანის აზერბაიჯანში, ეგრეთ წოდებული თავრიზის რეგიონი, იმიტომ რომ იქ იყო გეგმა რომ ეს სამომავლოდ საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემოსული იყო და მაშინ უკვე ფერეიდანთან ახლოს გაივლიდა საბჭოთა კავშირის საზღვარი.
აზერბაიჯანის მხრიდან. ამ პერიოდში, როცა უნდოდა თუ არ უნდოდა საბჭოთა კავშირი და ირანი დაახლოებული იყო ერთმანეთთან, 1954 წელს ჩადის უკვე კინორეჟისორი ირაკლი კანდელაკი, რომელიც იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს ფერეიდანის შესახებ და მას ჩააქვს ქართული წიგნები და ქართული სიმღერების ფირფიტები. მას მერე 20 წელი არის გაჩერებული ურთიერთობა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის უკვე კეთილი მეზობლობა აღარ იყო, მაგრამ შვილმა რეზა შაჰმა, რომელიც 51 წლიდან განაგებდა ირანს 60-იან წლებში, მას დასჭირდა საბჭოთა გამოცდილი მეტალურგები და ინჟინერ-მშენებლები ისპაჰანში მეტალურგიული ქარხნების ასაშენებლად. მე როგორც ვიცი, ხიდებსაც აშენებდნენ. თუ რაღაც მას ალავერდი ხან უნდილაძის ხიდი ეს უძველესი არის მე-17 საუკუნის, მაგრამ ისე კი თანამედროვე ხიდებსაც აშენებდნენ. ჩვენი ოჯახის ახლო ნათესავებიც იყვნენ იქ. ეს უკვე ხდება 1965 წლიდან 69 წლის ჩათვლით. ამ დროს ინჟინერების და გეოლოგების გარდა სჭირდებოდათ აღმოსავლეთმცოდნეები თარჯიმნად. ჩადიან სპარსოლოგები ზურაბ შარაშენიძე, მაგალი თოდუა, ნოდარ კოჭლაშვილი, რომლებიც ეგრევე აბამენ კავშირს ფერეიდანთან, მათ შორის ქართველი ინჟინერ-გეოლოგებიც აბა როგორ ახერხებენ თვითონ ფერეიდანში ჩასვლასაც, ოღონდ ძირითადად მაინც ისპაჰანში მუშაობენ. და ეს ხალხი არ იგებს იქ ქართულ დედაენებს, არ იგებს უკვე მელოდიის დიდ ფირფიტებს. სხვათა შორის მეგონა მარტო ხალხური სიმღერების ფირფიტები იყო დარიგებული, მაგრამ შემხდა პოეტი კაცი რეზო დავითაშვილი, ალი რეზა რაჰიმი, რეზო დავითაშვილი ქართულად, რომელმაც მომიყვა თუ როგორ მოგიდო ხელში ორერას ფირფიტა. კი, ანუ ქართული საესტრადო მუსიკაც ვრცელდებოდა. ხელნაწერი ანბანები ეგრევე ელვისის სწრაფით გავრცელდა. თანამედროვე დედაენები, იმ დროინდელი უკვე მეტი იყო დაბეჭდილი ბუნებრივია და ესენი ჩაიტანეს ჩვენებმა და აღმოსავლეთმცოდნეებმა ფერეიდნელებზე ახალი წიგნები დაწერეს. მაგალითოდ უამ და ზურაბ შარაშენიძემ. ამ დროს მოდის 69 წელი და ერთ-ერთ ასეთ დელეგაციას მიყვება დიდი გურამ პატარაია, რომელიც იღებს ფილმს შორია გურჯისტანამდე. და სხვათა შორის ამ ფილმის გადაღების ისტორიაც, რომელიც მე მაგალითოდ მომითხრა, არის ცრემლის მომგვრელი, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 დღე მოახერხა ირანში ყოფნა გურამ პატარაიამ. და როდესაც დილას მიიღო ირანის შაჰმა, მერე მივიდნენ თეირანში სოსო მიქელაძის ოჯახში. მე სახელი თუ არ უნდა მეშლებოდეს. ღმერთო არა, სოსო მიქელაძე, ეს მწერალი კაცი, ეს მათი ნათესავია, მაგრამ ეს სხვა არის. ქართულად გეტყვით. ესე იგი, მიიღო დილას ირანის შაჰმა, მერე მივიდნენ რეზო მიქელაძის ოჯახში, ფერეიდანში. ხა ეს კაცი ადრე დაიხუპა და ხა ირანულად რა ერქვა, არ ვიცი, ქართულად რეზო მიქელაძეთი იცნობდა საზოგადოება უკვე აქაური. იმიტომ რომ ის მოყვა პირველ ჩამოსახლებაში, ჩამოვიდა საქართველოში და აქ გარდაიცვალა. და დილას რეზო მიქელაძის ოჯახი, როცა ჯერ კიდევ ცხოვრობდა თეირანში, დილიდან გააგზავნეს ფერეიდანში და საღამო ხანი იყო რომ ასულან გურამს ეგრევე კამერის ჩართვა დაუწყია და ბატონი მაგალითოდ მე მიამბობდა რომ გურამ მოიცადე, უკვე ხამდება მალე. ხვალ დავიწყოთ გადაღება, რა გეჩქარება, არა, რა ვიცი, რამე არ მოხდეს. და დაღამებულზე სახელდახელოდ რაც კადრები გადაიღო, ის დაედო ფილმს, იმიტომ რომ მეორე დღიდან არ ვიცი რატომ უცებ გამოიძახეს ეს შემადგენლობა და გამოუშვეს საბჭოთა კავშირში. ანუ შეწყდა ფერეიდანში ვიზიტი. ფილმი გამოვიდა 70 წელს და ქართველმა მაყურებელმა ძალიან დიდი სიყვარულით მიიღო, ხო? ესეა. ამასობაში უკვე
ფერეიდნელი ქართველები ამ ფილმების და ამ ვიდეოების რაც არის ლინკები ჩავდოთ კომენტარებში ჩავდოთ. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც უკვე 79-ში მოხდა ისლამური რევოლუცია და ყველაფერი აიკრძალა. მაგასაც კიდე ვრცლად დაუბრუნდები მაგ თემას. ძველი ფილმებიც გაქრა. იქ რაც იყო ირანულად გადაღებული და მარტო 1-2 ფილმი არის ის შუმად გადარჩენილი ფერეიდანზე და ქართული ფილმოგრაფიით იქნია ძალიან დიდ წარმოადგენას, კიდე რასაც ქვია ერეკლე კანდელაკის ფილმი ფერეიდანი და გურამ პატარაიას შორია გურჯისტანამდე, რომელიც ირანულადაც არის თარგმნილი. ამ დროს უკვე ფერეიდნელი ქართველები წერენ მოთხოვნაზე, რომ მიიღონ ნებართვა და გადასახდნენ საბჭოთა საქართველოში. პირველი ასეთი ჩამოსახლება უკვე მოხდება 72 წელს, როდესაც დაახლოებით 30-მდე ოჯახს ასახლებენ გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებში. მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ უკვე საბჭოთა კავშირი ირანის ურთიერთობა ის კვლავ გაფუჭებულია, ეს გადასახლების პროცესი წყდება. კი, მომდევნო წლებში 73-ში, 74-ში ჩამოვიდა ოღონდ თითოეულა ოჯახი ძირითადად ინტეგრაცია თუ მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან ანუ იცით რა მაწუხებს აი მე მაგალითად თურქ ქართველებს რო შევხვდი ასე რაღაცა მითხრეს რომ იქაო გურჯებს გვეძახიანო თურქეთშიო და საქართველოსშიო თათრებს ზუსტად იგივე ეგ მაინტერესებს აი როგორი იყო აქ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი შეხვედრები მოსახლეობა საბოლოო ჯამში ძალიან კარგად დახვდა მაგრამ იმდენად უფრო აი დიდ ქალაქებში ქონდათ ეს პრობლემა რომ აი თათარი მოვიდა ხო იმიტომ რომ მუსულმანები იყვნენ ბუნებრივია მაშინ ღვინოს არ სვამდნენ ქალები თავსაბურავით დადიოდნენ ოღონდ ჩადრით არა ჩვეულებრივი თავწაკრული ლეჩაკებით და გაუჭირდა თაქაურ რეალობასთან შეგვეება და სამწუხაროდ ჩამოსახლებულთა დიდმა ნაწილმა უკვე 78-ში უკან აიბარგა და წავიდა. და ვინც დარჩა? ნაწილი დარჩა, უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ და შეურიგდნენ და თვითონ ხალხიც უკვე გადაასყვაფერეს. იმიტომ რომ მაშინ ეს საბჭოთა დროს არც იმდენი განათლება იყო, არც იმდენი მიხვედრობა იყო. საქართველოს ისტორიას კიდე საერთოდ სასაცილო საათები ეთმობოდა. არა, ეგრო ახლა ფერეიდაში ქართველები იყვნენ ჩასახლებული, რავი, ყველა ვიცოდით. ეგ ვიცოდით, მაგრამ რა ეგონათ, იცით რომ უცებ ეგონათ, რომ ყველა ირანულ ჩვევას აღმოფხვდიდნენ. ხო, გასაგებია. ეს უკვე იმ დროს 350 წელზე მეტი ხანი ცხოვრობდნენ ფერეიდნელები. მახსოვს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მაგიდა დაუდგითო და მაინცო ძირს დასხდნენო. მერე შეეგუნენ იმ მაგიდებსაც და ოჯახების ნაწილი დარჩა, ოღონდ რაშია საქმე, იცი რომ მეტი ხელშეწყობა რო ყოფილიყო, ყველანი დარჩებოდითო. იმიტომ რომ ჩვენ შევხვდით იქ გაბრუნებულებსაც, რომელთან 1-2 ღრმად მოხუცი ქალი იყო და მაინც აი მუსულმანობაში იყო ჩაკეტილი. მაგრამ ვინც უკვე მუსულმანობაში არ იყო ჩაკეტილი, მან თქვა რომ ნეტავი არ გამოვბრუნებულიყავითო. იმიტომ რომ მერე იქ დახვდათ უფრო უარესი. ამ ისლამური რევოლუციის შემდეგ ხო მაგასაც რისი თქმაც შეიძლება აუცილებლად გეტყვით რამდენიმე რამეს მაგრამ აი ეს ნახეთა მაშინ გავრცელდა პირველი ქართული წიგნები მე შევხვდა ხალხი რომელიც 44 წელს ჩატანილი წიგნებით ისწავლა ქართული ანბანი და ერთი დიდი კაცი ჩამოვიდაო საქართველოდანო დიდი სურათი გადაიღო მეუთხარი ერეკლე კანდელაკი კი როგორ გახსოვთო სახელი და გვარიო ვიცით მეუთხარი ფილმი ფერეიდანი უბრალოდ ბევრი ფილმსაც ეძახის სურათს ფილმსაც და მისი ჩამოტანილიო ფირფიტებით მოვისმინეთ პირველადო ქართული სიმღერაო და მისი ჩამოტანილი წიგნებით ვისწავლეთ, ოღონდ არ იყო ბევრი ეს წიგნები მაშინ 44-ში ძალიან ცოტა წიგნები იყო და მეკითხა სიმღერა და ცეკვა არ აუჩენ არჩუნება. მაგასაც გეტყვით და მერე უკვე უფრო მეტად გამოჩნდა ქართული წიგნები 60-იან წლებში.
მის მერე უკვე ისლამური რევოლუცია მოხდა, ჩაიკეტა ყველაფერი და როდესაც საქართველოს ელჩი იყო ჯემშიდ გიუნაშვილი, აი 90-იანი წლებიდან აი ნელ-ნელა ცოტათი გაიხსნა საზღვარი ასე უკვე დამოუკიდებელი საქართველოსთან გახდა შესაძლებელი იქ ჩასვლა, იქაურების აქ ჩამოსვლა და უკვე 2000 წელს შეიქმნა ქართული კერძო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყორამ რეზა ხუციშვილი, ძალიან კარგი პიროვნება. თვითონ სხვათაშორის მასწავლებელი იყო და არასოდეს ქართული ენა არ უსწავლებია სკოლაში. ბიოლოგიის მასწავლებელია და რო ვუთხარი, რატომ მეთქი და ახლა რომ მაშინაცო პირველი ჩამოსახლება რო იყო საქართველოსთან, იქიდანო ვინც გამობრუნდა უკანო ისინი საქართველოში ნაცხოვრები ხალხი იყო, იმათ უფრო კარგად შეეძლოთ ქართული ენის სწავლებაო. მერე უკვე საქართველოს უნივერსიტეტში კურსს დამთავრებულები გაგვიჩნდა და მეო არ მიცხოვრია საქართველოში და როგორ გამებედა ესო. როგორი პასუხის ვქებლო. დღესაც ქართული ენის მასწავლებლები ვინც არიან, ყველანი ყოლამ რეზას დასდილია და ყველანი მის სკოლაში არიან. არის კი პატარ-პატარა სკოლები ფერეიდანის სოფლებშიც, მაგრამ ძირითადად ეს არის მარტყოფის სკოლა. ძალიან ძლიერი. მარტყოფი ქალაქია, როგორც ვიცი, ხო? ოფიციალურად ქვია ფერეიდუნ შაჰრი, ოღონდ ყველა ეძახის მარტყოფს. და ეს სკოლები არაფორმალურია, ხო? ანუ ოფიციალური სკოლა. კერძო სკოლებია. ფერეიდანი შედგება ორი რაიონისგან. ერთი არის ფერეიდუნ შაჰრის, ანუ მარტყოფის რაიონი, მეორე არის ბოინ-მიანდაშტის, ანუ თორელის რაიონი. ეხლა ნახეთ მან როგორ არის. ქართველები ცხოვრობენ ასე სპორადულად, გაფანტულად. ჩვენ ახლა ბევრს გონია, რომ ფერეიდანში მარტო ქართველია. არა, მთლიანად ფერეიდანის მასშტაბით ეთნიკური უმცირესობაა ქართველი. უმრავლესობა არის. ანუ 30000 ქართველია, როგორც ვიცი, ფერეიდანში. კი. 30000 ფერეიდანის გარეთ ცხოვრობს 20-დან 30000-მდე და 30000-მდე თვითონ ფერეიდანის, ანუ ბოინ-მიანდაშტის და ფერეიდუნ შაჰრის რაიონებში. ეხლა მან არის რა თემა? თვითონ ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი არიან თურქი-აზერები და ქურთები. ქართველები არიან ყველაზე ცოტანი, მაგრამ სადაც არიან ყველაზე მაგრად უჭირავთ დედაენა და ჩვენთვის ამიტომაც არის ფერეიდანის საქართველოს სალოცავი ხატი. თქვენ თვით აქეთ წინა შინაურ საუბრებში რომ ნახეთ სურათები, როცა მაღაზიებზე იყო გაკრული ქართული წარწერები. ძალიან ბევრი მაღაზია არის ამით. სახლის ფასადები, შიდა ფასადები, გარე ფასადები, სხვადასხვა სახის წარწერებია. საქართველო მე ვარ შენთანა, ქართული ენა ღვთის ენა, დიდ ხარ შენ უფალო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება კულტურას, თქვენ დამისვით ეგეთი შეკითხვა. შენარჩუნებული არის თუ არა ქართული სიმღერა და ცეკვა? ძალიან ცოტა. მაინც თქვენი მიმართულება და თქვენი პროფილი და ვერ დაიჭირეთ, ხო ეს? დავიჭირეთ. მაგრამ მრავალხმიანი სიმღერები არა გვაქვს. ამაში შევთანხმდეთ ეგეთი რამე არც ერთ რაიონში არ არსებობს ფერეიდანის. სიმღერის სიტყვერი ტექსტებიც კი ხშირ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ მელოდია ქართულია, უფრო სპარსულენოვან ტექსტებს მღერიან, მაგრამ მელოდია რო ქართულია, ვეუბნები ეს არის ქართული. იმიტომ რომ ზოგჯერ გონიათ რომ რაღაც სპარსულად იმღერება, ის არის სპარსული. მაგრამ არის ქართულენოვანი ტექსტები, მაგრამ დაახლოებით ერთი მელოდიასაც ხო აქვს სპარსული გავლენები და ეგეც არის. ეგეც არის, რა თქმა უნდა, ახლა როცა ერთხმიანია სიმღერა, ახლა მოდი და 4 საუკუნე იცხოვრე საქართველოს გარეშე. ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. ხო და აი მაგალითად არის ქართულენოვანი სიმღერები როგორ არის, მაგრამ ძალიან ცოტა. ჩიტო ჩიტკან კალასაით მიხვალ წერწერაზე, ან შარიყო შამბალიყო, ერშავ ჩიტი მამკვდარიყო, კალათა გეცო ხელზე და აშრაფი გება ყელზე და ანუ ესე ქართულ ტექსტიან, ქართულ მელოდიანიც არის. მაგრამ დაახლოებით მარტივი ხო რაღაცა ესე მარტივი მელოდიები. მაგრამ ჩვენთვის ხო ყველაფერი ძვირფასია. ხო, მაგრამ ის მაგრამ დაახლოებით არის ასე რომ ვთქვათ, ვარიანტების გარეშე 1000-მდე სიმღერა ეგეთი, აი ამ ტექსტებით. იმიტომ რომ ძირითადად ტექსტები მეორდება. თუმცა ჩვენ ბევრი ვარიანტები ჩავიწერეთ. რაც შეეხება ცეკვას, ცეკვაზე ცოტა უფრო რთულად გვაქვს საქმე. სხვათა შორის თვითონ ცეკვას ამბობენ შუშპრობა.
შუშპრობას ეძახიან. შუშპრობას ეძახიან და ვიშუშპრო, ანუ ვიცეკბო, ვიშუშპრე, ანუ უკვე ვიცეკბო. ის რაღაცა ჩვენც არა გვაქვს ესეთი შუშპარა დამჭქეფარები, ხო? მაქედან მოდის. და სხვათა შორის ფერეიდანში ეძახიან შიპრობას. შიპრობა. ჰერეთში, ფერეიდანში შუშპრობა. და ძირითადი შუშპრობები ფერეიდანში არის ქურთების მიერ შეთვისებული. ეს არის ერთი არის წრიული დიდი ჩოფი, სადაც მთელი წრი არის ან ჩაკეტილი, როგორც ასე ხელებით შეკრული, ან და ერთი ხელი უდევთ ერთმანეთის ქამრებში, მეორე ხელით მანდილებს ააფრიანებენ. ეს არის ქურთების მიერ ნასწავლი. შესწავლილი. მეორე არის ჯოხური. სადაც ორი მოთამაშეა და ორი ჯოხია. ერთს უჭირავს პატარა ჯოხი, მეორეს უჭირავს დიდი ჯოხი. პატარა ჯოხი ვისაც უჭირავს, ის არის დამტყმელი, ანუ თავდამსხმელი და დიდი ჯოხი თავს იცავს. მაგრამ თუ ვინიცობა თავი ვერ დაიცვა და ფეხებში მოხვდა, მაშინ ის ჯოხებს გაცვლიან. ესაც არის ქურთების მიერ ნასწავლი. მაგრამ არის წმინდა ქართული შუშპრობებიც. სხვათა შორის სიმღერით. ფერხულის მაგვარი. ფერხული თქვით. არის 2 და 3 სართულიანი ფერხულები დადასტურებული. ოღონდ მისი გადაღება უკვე სამწუხაროდ შეუძლებელია, იმიტომ რომ ვისაც ეს ახსოვს, ეს თან თელ ფერეიდანში არ არის, არის მარტო თორენის სოფლებში. მარტყოფის სოფლებში ეს არ არის. და თორენის სოფლებში ვისაც ეს ახსოვს, მას ამის შესრულება არ შეუძლია. უკვე ასაკის. ეს უკვე გადმოცემით იციან. გადმოცემით არა, ახალგაზრდობაში თვითონვე ასრულებდნენ, მაგრამ უკვე ასაკით აღარ შეუძლიათ, იმიტომ რომ და არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი მასალა, ხო, არც ფოტო, არც ვიდეო, არაფერი. არ ჩანს. არც ნახატი არა, თუმცა მაგათ რელიგიურადაც ეკრძალებათ. რამდენი რამე არის განადგურებული მაგისტრალური რევოლუციის შედეგად. და აი აქ ჩდება მასალები, აი აქ. როგორ არის იცით ეს მრავალსართულიანი ფერხულები? ხა საქართველოში სვანეთში გვაქვს მაგალითად. კახეთშიც გვაქვს, ქართლშიც გვაქვს, მაგრამ ცოტა. ეს იგი ერთი წრე შეიკრება და შეკვლისთანავე დაჯდება, რომ მეორე წრე მხრებზე შეაჯდეს. მერე მეორე წრეს მესამე წრეავა. პირველ წრეზე თუ არის 12 კაცი, მეორეზე არის 6 კაცი, მესამეზე არის 3 კაცი და იყო შემთხვევები, როდესაც ერთი კაცი მეოთხე სართულზე აძვრა. და ეს ფერხულები ქონდათ მათ. ეს ფერხულები ქონდათ და სხვათა შორის პირველად ვინც ეს მომითხოვ, ეს იყო არია ხოსროშვილი, ხოსრავი ხოსროშვილი, რომელიც სულ პირველად 2004 წელს გადმოვიდა ფერეიდნიდან ფეხით თბილისში. ოღონდ ის სხვა ცოტა მოკლე გზით გადმოვიდა თავრიზის გავლით. და 2019-ში შაჰრამონიკაძე და ამინან გოგონაშვილი უკვე გადმოვიდნენ იმ შაჰაბასის გზით. და არიან რომ ეს გვითხრა ჩვენ მარტყოფში ვართ, მაშინ ჯერ თორერის სოფლები დაწყებული არ ქონდა ის სახტა დავჭი და ამ დღეებშიო შეიკრიბავთო ჩემ სოფელში დაშკესანშიო. მაცხოვრებლებს, რომელმაც ჩემზე უკეთესად იციან კიდევ ის, მაგრამ ჩემ ბავშვობაში კიდევ მახსოვს ისინი ეშინოდაო რომ ვინმე არ გადმოვარდნილიყო და თავზე არ დამცემოდა რომ შორს ვიდეკიო. მაგრამ ამ ცეკვა ვერანაირად ვერ შეასრულეს. ოღონდ ის მითხრეს რომ სიმღერა არ ახლდა, იმიტომ ეს იყო მარტო სტირნაღარით და ეს წრე მოძრაობდა. სხვათა შორის მოძრაობის წესები ახსნეს, ამიტომ თავისუფლად შევა ამ ცეკვის დადგმა. მეორე, რომელიც აი უკვე მარტყოფის სოფლებში იყო გავრცელებული სიმღერით, ეს იყო პატარძლის ცეკვა. მენახარე დაუკრავდა დორს და მენახარე მღეროდა და მენახარის სიმღერის მიხედვით, თუმცა მეორე ვერსია რო თვითონ პატარძალიც მღეროდა, აი სიტყვების მიხედვით აკეთებდნენ მოძრაობებს. ჰალალაი ადე და დაჯე, ჰალალაი გადი და გამო, ჰალალაი მოდი იწადი, ჰალალაი წითელოყა, ჰალალაი გადი და გამო და შესაბამის მოძრაობებს აკეთებდა ის პატარძალი. და პატარძალი ეს პატარძლის ეგეთი იქცება ცოტა თამამი ხო არ არის ირანული კულტურისთვის. ახლა გააჩნია ირანულ კულტურაში რას გულისხმობთ? იმიტომ რომ თუ ჩვენ სამეჯლისო ცეკვებს თუ გულისხმობთ, იქ ბევრად უფრო თამამი მოძრაობები იყო შაჰის კარზე, ოღონდ
აქ ფერეიდნელები ძირითადად ირანულ გავლენას კი არ განიცდიდნენ, უფრო მეტად ქურთულ გავლენას განიცდიდნენ, მაგრამ ამას ამბობდნენ, რომ ეს არის წმინდა ქართული ცეკვა. არ იყო თამამი მოძრაობები, ძალიან მოზომილი პატარა ადე და აიწეოდა ფეხის წვერზე დაჯდებოდა, ბუქს გააკეთებდა ადე და ეხლაც არის ეს შემონახული ეს ცეკვები, ახლა ახარ ხო? ეხლა მასეთი რამის ცეკვა ძალიან ძნელად წარმოუდგენია იქაური რეჟიმის პირობებში. მაგრამ ხნიერებს ახსოვდა შეუცვლელი გადავიღეთ არაერთხელ მათ შორის სიმღერითაც. ზოგიერთმა თქვა რომ ტექსტს ვერ ავაწყობ და მირჩევნია მარტო შევასრულო და გიორგი, მოდი ხა თანამედროვე პერიოდზე გადავიდეთ. აი, როგორი დამოკიდებულება არის დღეს ფერეიდნელი ქართველებისა, ზოგადად აიათოლას ხელისუფლებისადმი, თუ რა ვიცი შეიძლება მისი თქმა, თუ არ შეიძლება, მაშინ მოდი ეგეც არ ვთქვათ. და თუ არის ცნობილი ხა დღეს რა მდგომარეობა იქ და რა ხდება და შეიძლება თუ არა ამის აი რამე ინფორმაციის გამოტანა იქიდან როგორ არიან ფერეიდნელი ნაწილობრივ ვიტყვი, ნაწილობრივ ვისაუბრებ ხა, იმიტომ რომ რაღაც არის რაღაც თემები, რომელიც უნდა ითქვას. ეხლავე. არის რაღაც თემები, რომელიც ჯობია სამომავლოდ ითქვას. მაგრამ თანამედროვეობას შეეხეთ და ერთ რამეს გეტყვით. თანამედროვეობის დღევანდელი ახალგაზრდების მოქცევა, იცი როგორია ქართული კულტურისადმი და თვითონ ფერეიდნული კულტურისადმი, მათ მიაჩნიათ, რომ ფერეიდანში არაფერი ქართული სიმღერა და ცეკვა არ არის შემორჩენილი. იმიტომ რომ ისლამურმა რეჟიმმა ერთი პერიოდი ისე აკრძალა ყველანაირი სიმღერა და ცეკვა, რომ ის ხალხი, რომელიც უკვე მასწავლებლები არიან, რომლებიც ახლა ქართულ ეროვნულ სულს აღვივებენ, ისინი უკვე ისლამური რევოლუციის შემდეგ არიან დაბადებულები. და რომ ეუბნებოდი, რომ ბევრი რამე ჩავიწერეთ ქართული. თქვენო ახლა აქედან ასწავს ჩაიწერდით, არა, იქაური ლექსები. აი ერთი ორ სახსოვდა, მაგასო ბაბუა ჩემი ამბობდა, მაგრამ არ მეკონა ეს თუ ხალხური იყო, მაგრამ ხო და ხალხური თუ იყო, ეგეც არ იცოდნენ. და ცეკვა საერთოდ არ ეგონათ ქართული ცეკვა თუ ეს რომ მოუყევი თვალებზე. აუვიდათ, აი შუბზე აუვიდათ თვალები, მაგრამ ერთ-ერთმა თქვა, რომ იციო, რასაც შენყვები მე მგონი მაგ ცეკვას დედაჩემი ასრულებდა თავის ქორწილში, იმიტომ რომ აქ მონაყოლი რომ ღეროდითო და იმის მიხედვითო ვაკეთებდიო მოძრაობებსო. ისეთ რაღაცებს ყვებოდნენო თუ ახალ წელსო შეიკრიბებოდნენ, ჭიაკოკონობას მართავდნენ, ახალ წელს შეიკრიბებოდნენ, ცეკვით ჩამოვინიდნენ, რომ ჩვენ გვეგონა რომ ეუბნებოდი თქვენ გიჟები ხართო, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ისლამური რევოლუციის დროს რო ვართო გაზრდილები, აგერთი რამე ვერ წარმოგვედგინა საერთოდ. მე სხვადასხვა მე ხომ თურქეთ, ირან, აზერბაიჯანის ქართველების მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარი ვარ ხომ? და მუსიკალურ ფოლკლორში რეალურად მე ვიყავი პირველი, რომელმაც შევისწავლე ლაზეთის, შავშეთის, ტაოს, კლარჯეთის, სერეთის და ფერეიდანის მუსიკალური კულტურაც და მე გამოვეცი წიგნები. ამის შესახებ თანათული კომპაქტ-დისკებით. და მოვახერხე, რომ რამდენიმე თვის წინ გავაგზავნე ფერეიდანში. იმდენი მადლობები მივიღე. მოდი ვთქვათ შეზღუდების ნაწილზე, რომელზეც საუბარი ასევე რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელი. დაახლოებით 15 წელი საერთოდ აკრძალული იყო ნებისმიერი, არამც თუ ქართული, არამედ თვითონ ირანული ან სხვადასხვა ქვეყნის მუსიკების მოსმენა. იყო პერიოდი, რომ მანქანებს აჩერებდნენ და ვისაც კასეტა ჰქონდა მანქანაში მუსიკის, კასეტას გამოართვამდნენ, მანქანას ჩამოართვამდნენ და თვითონ აპატიმრებდნენ. მესაკრავეებს პირდაპირ ქორწილში თვითონ ირანული მუსიკაც რო ყოფილიყო მაინც? ყველანაირი მუსიკა აკრძალული იყო? კი, ესე იყო. თვითონ მესაკრავეებსაც კი აპატიმრებდნენ პირდაპირ ქორწილში. მესაკრავეები ვინ იყვნენ? ძირითადად ესენი იყვნენ ქურთები, ნაკლებად იყვნენ ქართველები. ქურთები და სომხები იყვნენ. სომხები ცხოვრობდნენ ფერეიდანში ხოდაშორის და ისინი აღიარებდნენ ქრისტიანობას. ახლა მათი დიდი ნაწილი ისფაჰანში ცხოვრობს და დღესაც აღმოქმედი სომხური ვანქის ტაძარი არის. თეირანშიც ყოფილა როგორც მითხრეს. ანუ სომხები, ქრისტიანი სომხები ირანში არსებობს? და ქართველებმა ვერ მოახერხეს. ქართველებმა არა. და ისფაჰანში რო ვნახეთ, იქა სომხური ტაძარი, იქ იყო ქართული საფლავებიც. ძველი. ემდო არის ცნობები რომ თავიდან საზიარო ქართველებსაც ჰქონდათ ტაძრები, რომლებიც მერე თვითონ ირანელებმა დაანგრიეს.
როდესაც პირველად გადაასახლეს, არის ნაშთები, რომ პირველი ტაძრები იქ აშენდა. წირვალოც რაც იყო. მაგრამ აი ახლა მაგალითად უფრო ფერეიდანში ხო მესაკრავეებად, აი ბოლო პერიოდს რო დაბრუნდეთ, იყო ძირითადად სომხები, ქურთები და ნაკლებად ქართველები. ოღონდ საკრავები რა იყო? ქართული საკრავი არ არსებობდა. რაღა შეინახავდი უკვე რა თქმა უნდა, მაშინ როცა შახმა გაასახლა ქართველები ქართული საკრავების მკეთებლებიც იყვნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიკარგა ეს, აღარც მასალა არსებობდა, არც მაგის დამზადების დრო იყო და შეითვისეს რა საზი, რომელსაც ჩუნგურს ეძახიან, სხვათა შორის ჰერეთში ზუსტად ჩუნგურს ეძახიან, სტვირნაღარა. კი ასიმებიანი, მაგრამ სხვა ფორმა და ხმა აქვს. კი. სტვირნაღარა. და საზი, ძირითადად ეს ორი იყო, თუმცა ზოგიერთი თარსაც კი უკრავდა. თარი ეს ორმურცლიანი საკრავია. ეხლა უკვე სწავლობენ ფანდურს. ოღონდ ნახეთ რა ხდება. შარშანწინ ტელევიზიაში, ირანის ტელევიზიაში რო გადაიღეს მარტყოფის ახალგაზრდა ანსამბლი, მეფანდურე დააყენეს კამერის უკან, იმიტომ რომ საკრავის გამოჩენა არ შეიძლებოდა. და კლიპიცას ჟღერდა საკრავი, მაგრამ არ ჩანდა და მომღერლები ჩანდნენ. მომღერლები ჩანდნენ, რა თქმა უნდა. გვაქვს ეს კადრები? იქნება ინტერნეტში. არაერთხელ მინახავს. მაგრამ აი ესეც ბოლო წლებში დაუშვეს. იქამდე ტელევიზიაშიც კი აკრძალული იყო სიმღერის გამოტანა. ისე როგორი ფსიქოტიპები არიან, აი ახლა დღეს რო ნახო, აი ეს კი მასპინძლობაზე მითხარით, მაგრამ როგორები არიან ეს რაღაცა ქართული სილაღე და ის აქვთ თუ იმ იქაურმა კლიმატმა და იმან მოახდინა გავლენა? ძალიან თვილი, ძალიან კახური იუმორი უთხრობთ თუ როგორ არის? დედის გინებას თუ მაგას გულისხმობთ, ის საერთოდ მიუღებელია და არ არსებობს. და სხვათა შორის ჰერეთში არ არსებობდა ზუსტად მაგის კულტურა. იუმორი უყვართ, მაგრამ აი ყველაზე დიდი წყევლა, ფერედანში წყევლებიც არ ეხერხებათ. ყველაზე დიდი წყევლა შეარა ქართველოს დაძახება. როგორი ამბავი. შეარა ქართველოს დაძახება და სამწუხაროდ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა მოახერხა ის, რომ ეს დაუძახეს. დააძახებინა ხო არა? იმიტომ რომ როდესაც ირანში ჩავიდა თან ორჯერ შარშანწინ წინა პრეზიდენტის დაკრძალვაზე და ახალი პრეზიდენტის არჩევაზე თეირანში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველებსაც კი არ შეხვდა. და მათი მხრიდან იყო მზაობა. იყო მზაობა, მაგრამ არ შეხვდა. კარგი, გიორგი, ფერეიდანში 3 თუ 4 დღეში ვიყავი ჩასული და უკვე ელვისის სწრაფით იყო გავრცელებული ეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფერეიდნელებს არ შეხვდა და აი ზუსტად იქ ამბობდნენ, რომ ეს არა ქართველი. ანუ ეგეთი რამე არ არსებობს, ხო რომ ირანში ჩახვიდე და ფერეიდან. ეს არის წარმოუდგენელი, თქვენ წარმოუდგენელი გიორგი გველესიანი, ფეხბურთელი, რომელიც 5 წელი თამაშობდა ისპაჰანის ნაკრებში. ჩემ დროს 4 წელი თამაშობდა მაშინ მე რო ჩავედი. ფერეიდნელები ისე კიცხავდნენ, რომ ერთხელ არ ჩამოვიდა ფერეიდანშიო. ისპაჰანში თამაშობს ცუდ ტონად ითვლება. კი, ძალიან ცუდ ტონად ითვლება. ერთხელ ვერ ჩამოაღწია ფერეიდანში, არათა რამდენჯერ დავპატიშეთო. მაგრამ საბოლოოდ მე მაინც ჩავიდა, ოღონდ 2-3 საათით. რა 2-3 საათით, საერთოდ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქართველი ჯერ ფერეიდანში უნდა გარბოდეს. თვითონაც აი ოღონდაც ქართველი დაინახონ ხარხო და მიწიდან ამოძვრებიან, ისეთები არიან. იყო შემთხვევი, რომ ჩავიარე ქუჩაში, ჩუმად, ტელეფონი მიდევ შიბეში, რომ ხა დავრეკო მეორე დღის გეგმებზე შეუთანხმდე. გამოვიარე უკან გზაზე ვთქვათ ვიყიდე რაღაცა კოკა-კოლის მაგვარი, ერთადერთი ნორმალური დასალევი ეგ არის, იმიტომ რომ მაგათი ლიმონათები არ დაილევა, არაფრის გემო არ აქვს, უბრალოდ ძალიან დიდ სიცხეში სიამოვნებას მოგკვრის. მაგრამ ესე გემო არ გააჩნიათ და უკან რამდენჯერ დამხვედრია ქართველო აქ საიდან მოხველი. და ხან მოხველის ამბობენ, ხან მოხოლს გააჩნია ვინ როგორ ფლობს სალიტერატურო ენას. მოდამიყო ნახტიყე. მე ზოგჯერ ხა ყველას რო იქ ვერ ნახავ, ეკითხები, მოხუცი ყავს? ყავს. კარგად არის, აზროვნებს
კი აზროვნებს, მაშინ მოვა. თუ არა და ვერ პირდებოდი მისვლას. იმიტომ რომ უხსნიდი, რომ ძველი ყადიმამდელი ამბების, შუშპრობების და სიმღერების შესაწერად ვიყავი მისული. სხვადასხვა თვითონ სიტყვა სიმღერა ნაკლებად იციან. ლექსი თქმა აჰანგით. ასე სამ სიტყვაში. ლექსი თქმა, ლექსად თქმა, აი თქვა ლექსი. მაგრამ რომ ლექსად თქმას რო ეტყვი, უნდა დააყოლო აჰანგით, რომ სიმღერით თქვას. გასაგებია. სხვათა შორის არის ზოგიერთი სიმღერა, სადაც ორივე ენაზე არის ტექსტი, მაგალითად აკუნის ნანებში. ჰალალალა, გოლელალა, აზიზებან, მოიშინა, დაწევჩი ჩემა ზიგისო. ერთ ტექსტში არის ორივე ენა არეული, ხო? როგორც თურქეთის ქართველებში მასე არ არის? ისე არის ფერეიდანშიც. მოდი თანამედროვეობაზეც ვისაუბროთ. თანამედროვეობაზე ახლა ისვით რომ ამ რეჟიმს როგორ ეგუებიან იქაური ქართველები. ფერეიდანში არის სიმშვიდე. ფერეიდანში ვინაიდან ყველა ქართველი არის იქ ქართულ სოფლებში, პოლიციაც ქართველი, სამხედრო ვინმე მაღარჩინოს აინ თუა ქართველი, მოლა ხალხო ქართველი. მასწავლებელი ქართველი, მეზოვე ქართველი, მებოსტნე ქართველი, ყველა ქართველი, ბავშვიან ღრმა მოხუციანად. არ არსებობს ფერეიდანში რომ კაცმა კაცი მოკლას. ქართველებში ეს არ ხდება. არ არსებობს ქურდობა ფერეიდნელ ქართველებში. არ არსებობს გაცემა. რაც არ უნდა ფერეიდნელმა ქართველმა ხელისუფლებაზე საწყენი თქვას და ძალიან ბევრი რამე აქვთ მათ საწყენის სათქმელი, მოლამაც რომ ეს მოусმინოს დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება მეორე საკითხია, არც მოლა დაასმენს არსად, არც პოლიციელი არ დაიჭერს. ეს არის გამორიცხული. მაგრამ ქართველები იქა პოლიციელი ქართველზე ხელს არ აწევს. არავინ, არც ერთი ქართველი ქართველზე ხელს არ აწევს. მე ვიცი ხალხი ახალგაზრდა გოგოები, რომლებიც ზოგი იყო სპარსზე გათხოვილი და რომ ვეღარ აიტანა ისა და განქორწინდა. თელი ფერეიდნელობა გვერდში დაუდგა იმ გოგოს. ვიცნობ, განქორწინება ასეთი მარტივი არ არის. იქ სადაც ქალის კულა არის ყოველდღიურობა. ხო, კარგი ხო მითუმ. და ქართველები დაეხმარნენ, ხო? მე არ მახსოვს, რომ ქართველი ქალი ქართველთან გაყრა 1001 იყო. სპარსელებთან გაყრა უფრო მეტად იყო. მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ქართველი ქალი სპარსელს გაყროდა და ამისათვის ვინმეს მაგის მოკვლა გაებედა. არ არსებობს ეგეთი რამ. სხვა შემთხვევაში კლავდნენ, ხო, ქალებს? იქ ზოგადად სხვა ეროვნების ქალებს კი. იმიტომ ფერეიდნელებში ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერი ბრუტალური მიზეზით. ახლა ასე პირდაპირ ქუჩაში ეგ არა, მაგრამ დავშვა თავსაბურას არასწორად აკეთებს? ხო, ეგ ცნობილია. მიდი და ცემაში ამოხადე სული. ეგ ცნობილი ამბავია. და ძალიან სასტიკი წესები არის იქ. მაგრამ ხო გეუბნებით, რომ ქართველებმა ერთმანეთის გატანეციან, მაგრამ ხალხო ნახევარი ფერეიდანი ცხოვრობს ირანის დიდ ქალაქებში. კაფანტულად არიან თეირანში, ისპაჰანში, ნაჯაჰაბადში, იაზდოშახში კიდევ ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ იქ ახერხებენ რაღაცნაირად ერთმანეთთან ურთიერთობას ამ დიდ ქალაქებში. ურთიერთობას კი, მაგრამ ესე თავშეყრას როგორც ფერეიდანში. ასე რომ ვთქვათ, თავდაცვის მიზნით ვერა და ისე ურთიერთობას როგორ არა, რა თქმა უნდა. იმიტომ არის რომ ფერეიდნისა თეირანში და ისპაჰანში დაბადებული გაზრდილი ახალგაზრდებიც ვიცი, რომლებიც კარგად საუბრობენ ქართულად. უბრალოდ უკვე ის ფერეიდნული წესჩვეულებები მარტო ნაწილობრივ ვიციან, იმიტომ რომ ფერეიდანში არ არიან დაბადებული გაზრდილი. თორემ ქართულად ლაპარაკობენ ჩვეულებრივად, ბევრმა იქაურმა წერა-კითხვაც იცის. და ზოგიერთი თეირანელი ქართველი საქართველოშიც არის დასახლებული. თეირანელი როგორ ხარ, დედა ფერეიდნელი, მამა ფერეიდნელი, ხა ისპაჰანში, მაგალითად ნაჯაჰაბადში, იაზდოშახში ვინც კი არის ვთქვათ 65-70 წელს გადაცილებული, სულ ყველა არის ქართველი ვინც არის ფერეიდანში დაბადებული გაზრდილი.
აი ვინც თეირანში არის 70 წელს გადაცილებული, მათი დიდი ნაწილი, ოღონდ არა ყველა, მათი დიდი ნაწილი არის ფერეიდანში დაბადებულ გაზრდილი და ის ვინც უკვე 30-იანი წლებიდან 40-იანი წლებიდან ცხოვრობენ თეირანში, იმათი მშობლები აუცილებლად ფერეიდანი. ანუ გამოდის, რომ ეს ფერეიდანი არის ძირითადი ბუდე, ხო? და იქიდან ხდება ფერეიდანში შიგნით სიმშვიდეა, მაგრამ სხვა ქალაქებში არა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს მე, რომ არის დიდი მსხვერპლი თეირანის ფერეიდნელებში. უბრალოდ ლოგიკურად ასე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სასაკლაო, ყველაზე მეტი დახოცილები არის თეირანის ქუჩებში. ისპაჰანზე მეტი, ნუ თეირანი ახლა ცენტრია, დედაქალაქია. საბოლოო ციფრი თქვა 12000 გადაახდა მე მგონი, ხო ეს რა. ვარაუდობენ 40000, 50000, ნუ ეს წლიანი ოდენობა. ეგ ციფრებიც თქვა, კი. ეგეც არ ვიცით, არაფერი არ ვიცით რეალურად. იქიდან რომ რეკავენ და ახერხებენ კავშირს, ისიც ვინც ახერხებს 10 წამი, 15 წამი. ერთ-ერთმა მითხრა, აქ მე თბილისელ ფერეიდნელებს ვენაპარაკების უნდა გეშცემ, მოვიკითხავ, ისეთ მადლობებს მიხდიან ამისთვის, მაგრამ ახალი ინფორმაციები თვითონაც არა აქვთ. და ერთ-ერთმა მითხრა, რომ დედა მამა ჩემმა დამირეკაო და რომ ავიღე ყურმილი, შვილო ხომ კარგად ახართ? ჩვენ აქ ყველანი ცოცხლები ვართ და გაითიშა, უცებს სიგნალი. ვრეკავ მამასთან არ გადის სარი. ვრეკავ დედასთან არ გადის სარი. ვრეკავ ძმასთან ჩვენგან არ გადის სარი. მერე 2 საათის მერე მოახერხა დედამ დარეკვა. და მეუბნება რომ შვილო ჩვენ აქ ყველანი ცოცხლები ვართ, მაგრამ ისპაჰანში ჩვენი ბიცოლა გაითიშა სიგნალი. და ახლა მე მივხვდი რომ უნდა თქვას რომ ისპაჰანში ჩვენი ბიცოლა მოკლეს, მაგრამ რომელი არ ვიციო, რამდენიმე ბიცოლა ყავსო. და რომ და მეკითხა რომ ვინ მოკლეს, უკვე ვეღარ გავედი კავშირზეო. ანუ ქართველები არიან დახუპული გამოდის. არა, რამდენიმე სახელითა და გვარით იციან. ბევრსაც კიდევ არ აცხადებენ კონკრეტულ სახელს და გვარებს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ იციან. აგერ თვითონ ეყვებოდნენ ქართულ ტელევიზიაში რომ ერთის დედის ძმა თბილისში ცხოვრობს აქ და იმას გაუმხილეს, რომ შენი შვილი არის მოკლუნიო და ისე ცუდად გახდა რომ ირანის საერთაშორისო აქციები იმართება, ის კაცი ვერ მივიდა. სხვათა შორის უკვე აი პირველ დღეს არიყვნენ ფერეიდნელები. ირანის საერთაშორისო პირველი აქცია რო დაიწყო, მაგრამ მერე უკვე მოემატნენ და ინტერვიუებსაც აძლევენ. და ცალკე გადაცემა დროება ძირითადად გიორგი თარგამაძის გადაცემა ის ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობს ფერეიდნელებს. ეკითხება ხოლმე რომ აი ცალკე ფერეიდანში რა მდგომარეობაა, ფერეიდნელი ნათესავები როგორ ყავთ. იმიტომ რომ სხვათა შორის დამოუკიდებელი საქართველოს ტელესივრცეში იყო გადაცემა დროება, რომელიც იმედის არხზე გადიოდა მაშინ გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფერეიდანზე უკვე 2007 წელი არის ეს ტუცლები. ეს დიდი სიუჟეტი კი არა, არსებითად ასე ერქვა გადაცემასაც. არსებითად ფილმის სახით დიდი სიუჟეტი შემოგთავაზა და თვითონაც ახლა ხშირად მე არ ვიცნობ პირადად ბატონ გიორგის, მაგრამ თავის გადაცემებში ღიად საუბრობს ამის შესახებ. სულ ფერეიდნელები და აი ფერეიდნის მაშინ უფრო ახლად გახსნილი იყო ის სკოლა და უფრო ცოტანი იყვნენ წერა-კითხვის ცოდნენი, თორე ეხლა მაგალითად შიგ ფერეიდანში ახალგაზრდების თითქმის 90%-მა იცის წერა-კითხვა. ზოგმა კარგად იცის, ზოგმა მარტო ანბანი და თქვა რამის დაწერა და კითხვა უჭირს, მაგრამ ასოებს ცნობს იმდენი. ზოგმა კარგად იცის. აი შუახნის თაობამ დაახლოებით 60%-მა როგორც წესი კარგად იცის ქართული წერა-კითხვა, მაგრამ მოხუცებმა ალბათ 10-20%-მა. იმიტომ რომ იმ დროს აი წამკი ჩავიდა გიორგი კანდელაკი, ჩაიტანა 44-ში წიგნები, მაგრამ რამდენს ეყოფოდა ის წიგნი? ძალიან ცოტა იყო მაშინ. 60-იან წლებში თითქოს უფრო გამოსწორდა სიტუაცია, უფრო მეტი წიგნი ჩავიდა, მაგრამ მაინც არ იყო. დღესაც კი არ ყოფნით წიგნები.
ჩვენ კიდე აქედან არაფერს არ ვაკეთებთ. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, კი არა, აი ეს უნდა ვთქვათ რა. ფერეიდნელების დიდ ნაწილს დღეს საქართველოში თანამემამულეობის სტატუსიც კი აღარ აქვს. რატო, როდესაც თუ 5 წლის წინ, 3 წლის წინ ქართველი იყო თანამემამულეობა, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ წარმოშობით ქართველი და შენი მშობლიური ენა არის ქართული და ქართველური. ქართველურში გულისხმება ხომ მეგრუსვანური და ლაზური. ანუ ლაზებიც ითვლებიან ჩვენ თანამემამულეება, თურქეთის ლაზები. მაგრამ 2 წლის წინ თუ თანამემამულე იყო და ეხლა არ უგრძელებ მოწმობას რა, სისხლი გამოიცვალა, წარმომავლობა შეეცვალა? ესე იგი ახალი კანონის მიხედვით ეს ფერეიდნელი ქართველებიც ითვლებიან უცხოელებად და ეს ახალი კანონი განათლების სისტემის ცვლილებების შესახებ შეეხებათ ვინაიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ვერ მოახერხებენ უცხოელები. მე როგორც ვიცი, არის რაღაც დაშვებები თუ როგორ არის? ის კერძო უნივერსიტეტებში. ეხლა ჯერჯერობით სწავლობენ, მაგრამ ესენი სწავლობენ უფრო უცხოურ სექტორებზე. ეხლა ნახეთ რაშია საქმე. თურქეთის ქართველები იურიდიულად ითვლებიან უცხოელებად, იმიტომ რომ აქვთ თურქული სახელი, თურქული გვარი, იგავური პასპორტი. არ უწერიათ მათ ქართველი. მაგრამ ქართველი ჩვენც არ გვიწერია, მაგრამ ხო, მაგრამ აი არ ითვლებიან იურიდიულად ისინი ითვლებიან ყველა თურქებად. ჰერეთი ნახეთ, ორად არის გაყოფილი. ქრისტიანი ჰერელები ქართველებად ითვლებიან, იმიტომ რომ აქვთ პასპორტში ქართული გვარები, მაგრამ მუსლიმანი ჰერელები, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე ქართულად საუბრობს, ისინი ითვლებიან აზერბაიჯანელებად. ისინი თურმე ქართველები არ ყოფილან. და ანუ ჩვენთვის ითვლებიან უცხოელებად. ფერეიდნელები ითვლება ყველა ირანელად, ესე იგი უცხოელებად და ავტომატურ რეჟიმში მაგათაც და ჩრდილო კავკასიელებსაც ეკრძალებათ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა. არა და თურქეთის ქართველები ტრადიციულად ბათუმის სახელმწიფო ეკრძალებათ როგორც საქართველოს ანუ არც თანამემამულეობის სტატუსი აქვს და არა, თანამემამულეობა რომ გქონდეს და ბინადრობაც რომ გქონდეს, მაინც არ შედის. მოქალაქე თუ არ არის. ახლა ორმაგი მოქალაქეები არიან ფერეიდნელები, ისინი და გინდა ჰერელები და გინდა თურქეთის ლაზიც ვიცი, რამდენიმე ორმაგი მოქალაქეა, იმათ ეს დეფორმა ამხრივ არ ეხებათ. მე დეფორმას ვეძახი, მე ამას რეფორმას არ ვეძახი. დეფორმას ვეძახი. ისტორიის შეფასება. იმათ არ ეხებათ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ქართული ისტორიული დიასპორის 99.9 არ ვიცი, ალბათ 5/10% არ არის საქართველოს მოქალაქე. არ არის საქართველოს მოქალაქე და როგორ შეიძლება მათ აუკრძალო ქართულ უნივერსიტეტებში სწავლას? ელემენტარულად სხვა თუ არაფერი საქართველოს პრესტიჟის საკითხია ეს. თურქეთის ქართველები ისტორიულად კი არა, ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე. ჰერელები და ფერეიდნელები ძირითადად სწავლობენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა ფაკულტეტებზე. აი ჩრდილო კავკასიის ხალხი ძირითადად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგიურ ფაკულტეტზე. თქვენ იცით, რომ ფერეიდნელების ნაწრის საერთოდ ეკრძალება საქართველოს და ევროპული ქვეყნების ნახვა? ფერეიდნელებს კი არა მარტო მთლიანად ირანის მოქალაქეებს, მათ შორის ფერეიდნელებსაც. ესეთი არის ორი კატეგორია. ვისაც სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, თქვა დაამთავრა სკოლა პირდაპირ უნივერსიტეტში ჩააბარა ან სხვა რაღაც სახელობა და გადაივა ეს სავალდებულო სამსახური. ანუ ისინი უცხოეთში ვერ სწავლენ. ვერც ევროპის ქვეყნებში, ვერც საქართველოში. აი პირდაპირ აკრძალული აქვს ირანის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ირანთან უვიზო რეჟიმი გვაქვს. კი. ანუ ჩვენ შეგვიძლია წასვლა, მაგრამ ისინი ვერ მოდიან. ვერა. და არის კიდევ მეორე ხალხი, ვინც არის, თქვა, სასწავლო ნაწილები, ვინც არის სკოლის დირექტორები, ვინც არიან პოლიციელები, ვინც არიან სამხედროები, ვინც არიან რაიმე ანუ ძალოვანები და არა მარტო ძალემოები, ძალოვანები, პედაგოგები, ვინც აღმასრულებელ რგოლში აქვს, აი სასწავლო ნაწილის სკოლის დირექტორი, ვინც არის. მაგათ გარდა კიდევ საწარმოების ხელმძღვანელები, ხაი რაღაც სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოები, რაღაც გამგეობაში დასაქმებული ხალხი, იმათაც ეკრძალებათ ხალხო, თუნდაც ტურისტული მიზნით მოვიდნენ საქართველოში. აბა ვის შეუძლია ინსტალაციარული? ვისაც ჯარი მოხდილი აქვს და ვინც არც ერთ სახელმწიფო სამსახურში არ არის. და ის ვინც სახელმწიფო სამსახურში იყო, მაგრამ უკვე პენსიაზეა. მაგათ შეუძლიათ.
კი, პენსიაზე გასვლის მერე შეუძლიათ, მაგრამ მაგათაც ძალიან ძნელად უშვებენ. და არის კიდე ხალხი იქ ფერეიდანში, რომელსაც აი ძალიან ძნელად უშვებენ ირანიდან საქართველოში. და ამ დროს ჩვენ აქ მოქალაქეობას არ ვაძლევთ, ბინადრობებს ურთულებთ ხშირად და რამდენიმე უკვე გააწევეს კიდეც ქვეყნიდან. არ შეიძლება ასე. ეს ირანი არ არის დაუშვათ ევროპის რომელიმე ქვეყანა. არ არის. სხვა მიდგომებია აქ საჭირო. სხვა მიდგომებია. თურქეთიც კი 64-ია, ამასთან როგორ შევადარებ? თურქეთი კი არა, აზერბაიჯანი არის 64. აზერბაიჯანი არის 64 ირანთან შედარებით. არამც თუ თურქეთი. ამბრანოდ გიორგი, უკვე ჩვენი აი ემოციურად ჩვენი მესმის აბსოლუტურად ჩვენი პოდკასტის სადროითი ლიმიტიც ფინალისკენ მიდის და მოდი ორი სიტყვით ვთქვათ რა იცით ყოველთვის ჩემი გადაცემის ანუ ამ პოდკასტის დასკვნითი ნაწილი არის ხშირად საუბრობთ ყავაზე. ანუ იმიტომ რომ ამას ქვია ვალისთან ყავაზე. ანუ ყავა ეს არის ის გამაერთიანებელი და რაღაცნაირად თემის შემომტანი ამ იმის პოდკასტისთვის. აი ასეთი როგორიც ყავაა მაგალითად ბათუმელებისთვის, ქართველებისთვის, ხო რაღაცა ურთიერთობის ფორმა. ასეთი რამეა აქვთ ირანში ფერეიდნელებს. რაიმე ასეთი ხო რაღაცა უცებ რომ დაჯდები და ისა ჩაი, ლიმონადი. მაწონი. ხო, მაგრამ ეს სასმელია, მაგრამ ეს არ არის ურთიერთობა. ჩაი უფრო შეიძლება იყოს ურთიერთობა, მაგრამ აწონი იქ იმის გარეშეც ფერეიდნელები ერთმანეთს რო შეხვდებიან, კი არა ნებისმიერ ქართველს რო დაინახავენ, აღარ ჩაიგი და ისედაც მშვენივრად არის ურთიერთობები აწყობილი და ახლა ყავახანები მე როგორც ვიცი, თეირანის ტურისტულ უბნებში არის. მაგრამ ოღონდ გარეუბნებში არა, ხო? ანუ მაგრამ მე ეჭვება რომ ის ადგილობრივი ირანელებისთვის იყოს დასაშვები. არა და ქონდა ირანს ამის კულტურა. აქვს, კი, აქვს. შახის დროსაც თავისუფლად. შახის დროს ლუდიც იყო. ოღონდ არ ვიცი, ალბათ ადგილობრივი წარმოების ლუდი არა მგონია ყოფილიყო, ალბათ უფრო ბავარიული ლუდები იყო, მაგრამ შახის დროს ალკოჰოლის შომნა და დალევა შეიძლებოდა. მოკლედ ამ შახის პერიოდი ჩვენ ისა როგორ აგვაქვს არა რაღაცა ისტორიულად შახის ხსენებაზე ცოტა ნეგატიური განწყობები გვაქვს, მაგრამ გონებას თუ ჩავთავთ გამოდის რომ შახის პერიოდი ჯობდა იმას რაც ახლა დღეს ხდება. ახლა ეს ბოლორი შახი ოღონდ მამაშვილი რეზა ფეჰლევები. მათ მოახერხეს ის რომ ირანი თანამედროვე სამყაროს დაუახლოვეს, რომ ბევრი აკრძალვები მოხსნეს. მე მთელი რიგი ხალხი, მთელი რიგი მხარეები გაიხსნა ირანის, კონსერვატორიები გაჩნდა. მე ახლა ისპაჰანში და თეირანში რა თქმა უნდა იქნებოდა კონსერვატორია, მაგრამ შირასა და სხვა ქალაქებში თუ იარსებებდა კონსერვატორიები, არ მეგონა და ცოტა შევეჭდი, რომ ამათ მუსიკალური სასწავლებლები ხო არ გონიათ მეთქი და რომ უხსნი. რა რომ მეთქი აი უმაღლესი მუსიკალური ინსტიტუტი. ვიცითო რასაც ამოფო უმაღლესი კონსერვატორია 5 თუ 6-ია ირანშიო, იყო ირანშიო თორე. მუსიკალური სასწავლებლები თითქმის ხა ჩვენთან ფერეიდანში არ ყოფილა, თორე თითქმის ყველა ქალაქში იყო. ეხლა სასწავლებლები არა, აკრძალულია. აკრძალულია. ერთ რამეს ვიტყვი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ეხება ეს. კონფერენცია ქონდა მე როგორც მეცნიერი ხშირად გამოვდივარ ბათუმში ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კონფერენციებზე, თბილისში სხვადასხვა კონფერენციებზე, ქუთაისის უნივერსიტეტის კონფერენციაზე. ხო და ეხლა მოვიყარეთ ეს კონსერვატორიის ხალხი და მითხრეს რომ უკვე შარშანდელ მისაღებ გამოცდებზე იყო ერთი ფერეიდნელი. ხათაშორის ეს საინტერესოა რომ ქონდა ქურთული გვარი, მაგრამ ქართველობდა. იქ ფერეიდანში არის სოფლები, სადაც ქურთები და ქართველები ერთმანეთის გვერდ-გვერდ ცხოვრობენ, ცოტა შერეულებიც არიან. ზოგს დედა ქართველი ყავს, მამა ქურთი, ზოგს მამა ქართველი, დედა ქურთი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ქართველობენ. ხო, ეგ არის ძალიან ისეთი ფენომენალური. მე ისეთი შემთხვევაა, რომ კაცმა მითხრა, რომ მე ქართველი ვარ. ჩემი დედაც ქართველი იყო, ჩემი მამაც ქართველი იყო, მხოლოდ მამას მამა იყო სპარსი.
და რომ მეუბნები მამას მამა თუ სპარსი იყო, მაშინ მამა სპარსი გამოდის, არა, მამა ქართველი იყო. მე მიხდი რომ მამას დედა ყავდა ქართველი, კი? კი, ეს ძალიან საინტერესოა ჩვენი კულტურა. ეხლა მაგას გეტყვით კონსერვატორიის ამბავი რა იყო? რომ ასე გაქართველებული ფერეიდნელი ჩამოვიდა, რომელსაც მე არ ვიცნობ და სავიოლინოზე უნდა და ჩაბარება. ესე იგი, სპეციალობაში აჩვენა იმის გამო, რომ ყველაფერი დაბლოკილია, ყველაფერი აკრძალულია, საშუალოზე ძალიან დაბალი დონე, მაგრამ ჩვენებმა აუწიეს ქულა. კი, არ მახსოვს 51 თუ 52 ქულა დაუწერეს, მაგრამ 50 გადაალახა. მაგრამ თეორიულ საგნებში იმდენად უდაბლესი მომზადება აჩვენა, რომ ვერანაირად ის ქულები ეცადნენ ვერაციეს და გააფორმეს როგორც ჩაჭრილი. და ისე დაარდობდნენ და ეუბნებოდნენ მოემზადე და ჩააბარებ შემდეგ. ამ განათლების რეფორმის წყალობით ეს გოგო კონსერვატორიაში ვერ მოხდება. ვერც კი შეიტანს განაცხადს. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე არ არის. ღმერთო, რამდენი პრობლემა არის ჩვენ გარშემო და სხვა მხრივ კიდე კონსერვატორიას რა დამატებითი პრობლემები ექნება თეატრალურს, სამხატვროს და სახელმწიფო უნივერსიტეტებს ზოგადად ჯერ ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ეს საერთოდ რა წესია. და სხვა იმდენი კიდე პრობლემები ამაზე ცალკე სასაუბრო არის. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. აი უბრალოდ ჩვენ ფერეიდნელებს მინდა რომ ყველას დიდი სიყვარულით აქედან დაგემშვიდობოთ და აი კაცი რომ აი ამირან გუგუნაშვილი გავიმეორებ, როდესაც ისპაჰანიდან გვაცილებდა თეირანის აეროპორტში უკან გამოსაფრენად. ფერეიდონ შახრიდან მარტყოფიდან ჩამოვიდა ისპაჰანში, ისპაჰანიდან ჩაგვიყვანა ყველა თეირანში. აეროპორტში გველოდა კიდე სანამ საპასპორტო კონტროლს ბოლომდე გავიდოდით. და მერე უკან გაბრუნდა, ისე რომ ღამე თეირანში არ დარჩენილა. თელი დღე იყო გზაზე, გაიარა ჯამში 1200-მდე კილომეტრი. ეს მე საქართველოში ვინმემ გააკეთოს, მე ვერ წარმომიდგენია. ფერეიდნელი ქართველი ოღონდაც საქართველო ანახე, ხო? ოღონდაც ქართველი ანახე. რაც შეუძლია ყველაფერს გააკეთებს. მოდი ასე გავაკეთოთ ეს პოდკასტი, როდესაც დაიდება YouTube-ზე, თქვენს გვერდზეც გააზიარეთ, ამ ფერეიდნელ ქართველებსაც აჩვენეთ და რაღაცნაირად ერთგვარი მომფერება გამოვიდეს ჩვენი მხრიდან ამ ადამიანებისადმი. და მთავარი მაინც არის კულტურული ძაფები, რაც ჩვენში არის და სადაც აქამდე მოიტანეს და 5 საუკუნე კი მოახერხეს ადამიანებმა, რომ ეს ატარეს. არა მგონია, რომ ეს ურთიერთობა ამ ურთიერთობას რამე დაემუქროს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მგონია, რომ ყოველთვის საინტერესო იქნება, ჩემი მაყურებლისთვის საინტერესო იქნებოდა თქვენი მონათხრობი. თან მარტო ის არ არის თქვენი მხრიდან, რომ რაღაც თეორიულად იცით, პრაქტიკულად გინახავთ. ჩემთვის როცა აი ეს თემა რო დავგეგმე თქვენთან ჩასაწერად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ემოცია, რომელიც თქვენ გამოდის, როცა ამ საკითხებზე საუბრობ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ხარეთ, ძალიან დიდი მადლობა და ინტერესებისთვის და აი ხართ 3-4 საათის ამბები გარეთ ვარ და არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება. იმედი გვაქვს, რომ სადაც 21 საუკუნემდე მოიტანა ამ ორმა ერთმა აქეთ მეორე მიქეთ თავი, დღესაც ორმა არა, ერთმა ორ ქვეყანაში, ხო, მოდი ასე გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე პატრიოტიზმის ისეთი მაღალი დონე, რომელიც მე ფერეიდანში ვნახე, მე არც ჰერეთში მინახავს და არც თურქეთის საქართველოში. არა, მიახლოებულის კი არ მინახავს, მე რაც ფერეიდანში ვნახე. რომელიც აი იმასაც რო იტყვის, რომ მამას ქართველი მყავდა, მაგრამ აი მამის მამა იყო სპარსიო, ის ქართველობს. და მე ვიცი, ხალხი რომელსაც მამაც სუფთა სპარსი ყავდა, ყოველ შემთხვევაში არა ქართველი, მაგრამ გეტყვიან, არა, მე ქართველი ვარ. იმიტომ რომ ბებია ყავდა ქართველი. დედა, დავშვა დედა ყავს ქართველი. მე ქართველი ვარ. ეს მამა ჩემია სპარსი, თორემ მე ქართველი ვარ. და სხვათა შორის რამდენიმე ვნახეთ ქურთი ქალბატონი გამოთხოვილი ფერეიდანის ქურთული სოფლებიდან ქართულ სოფლებში ისე ქონდათ უკვე ნასწავლი
ქართული ენა და შვილებიც ქართულებად ახსნილი, რომ თვითონაც იტყოდნენ, რომ მე ქართველი ვარ. თვითონაც ამბობდნენ. კი, აი სუფთა ქურთები, რომლებიც აი პირდაპირ სუფთა ქართულ ოჯახებში არიან ნასწავლი და ერთ-ერთი სხვადასხვის მაზლმა გასცა. ხალო უთხარი რომ ქურთი ხარ, პირდაპირ ქართველი გონი ხალო, იმიტომ რომ მიყვის რომ მეთქი ქართულ გვარს ვერ ასახელებ. ქართული ლექსები ეს სველი არის და მაზლმა გასცა. მე ხალო უთხარიო რომ კაცო, დედაკაცო ოთხანო შენ ქურთი ხარ, მე გათქართველებულიყე. ანა გენა რადასამალი იყო, მაგრამ აი უკვე გათხოვილი ქალიცხი უკვე ფსიქოლოგიურად ქართველად ხდება. იმიტომ რომ ოღონდ ამბობდა, კი, ჩემმა შვილმა ქურთული ციცის, მაგრამ ესმის ისე რა. ქართული წყალი არის. და აი ვინც დავშვა დედა ქართველი და მამა ქურთი ან მამა სპარსი, მის შვილიც ქართველობს. ძალიან დიდი მადლობა. მოდი დროა რომ დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის საქართველოს ყველა სფეროში აი საოცარი ხალხი, რომელიც არც ერთ საზოგადოებრივ საქმეში არ დაგაღალატებდა. არც ერთში არ არსებობს საქართველოში საქმე, სადაც ფერეიდნებმა დაგაღალატოთ, იმიტომ რომ ფერეიდნებმა ქართველმა ხალატი არ იცის. როდესაც ფერეიდნები ჩასახდნენ, ფერეიდნისათვის ზოგადად მკვლელობა და ჩხუბი უცხო არ არის, ოღონდ ქურთებთან. მაგრამ ისიც უკვე დაახლოებით 100 წელია აღარ არის ქურთი ბახტიარების თავდასხმები, იმიტომ რომ ამბა კოჭელიძე წერდა, რომ დღეს უკვე იშვიათობად გამხდარა ქურთი ბახტიარების თავდასხმები, მაგრამ 30 წლის წინათ, როცა ლადო აღნიაშვილი ჩავიდა ფერეიდაში, მაშინ ჯერ კიდევ ყოველდღიურობას წარმოადგენდაო და ომში რამდენი იყო, რომ ძალიან ბევრი ქურთი ბახტიარები დაუხოცავთ ფერეიდნელებს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ მომხდურები და ფერეიდნელები იცავდნენ თავს, მაგრამ დღეს უკვე მეგობრები არიან, ეხა გვერდ სოფლები არიან, მე დიდ ქალაქებში მუშაობენ, ვინც თვითონ ფერეიდანში ცხოვრობს, ისიც ბევრი დიდ ქალაქებში მუშაობს. და ქურთებთან ბახტიარებთან ერთად უკვე მეგობრობა აქვთ. ზოგან შერეული ოჯახებია. და სხვადასხვა თვითონ ხუმრობენ, რომ აი რომ მეუბნები, რომ კაცო, ეს შუშრობა, ეს ქურთებიდან ისწავლეთ, ეს ბახტიარებიდან ისწავლეთ, ბევრ ამას ამბობენ, რომ ეს ნასწავლი გვაქვს. თქვენ რა ასწავლეთ მათ? პასუხი იყო ადამიანობა. და უბრალოდ მე ვუთხარი, არაპროპორციულია, თქვენგან უფრო ცოტა რამ ისწავლეს, ხო რეალურად ადამიანობის გარდა კულტურაში, ვიდრე თქვენ მათგან, იმიტომ რომ ისინი ძალიან ბევრი იყვნენო და ჩვენო ქერიმ-ხანის დროს ბევრი ჩვენგანი დაიხოცაო. ეს ქერიმ-ხანი იყო დაახლოებით შახ-აბასიდან და 40-50 წლის შემდეგ ირანის მმართველი, რომელსაც აჯანყება მოუწყვეს ქართველებმა და 1649 წელია, მე მგონი ბახტრიონის ომის პარალელურად ვითარდება, თორემ ერთი და იგივე თარიღი უნდა იყოს, როდესაც ფერეიდნელობა აიყარა და გზაც კი არ იცოდნენ, ისე მოდიოდნენ საქართველოსთან, მაგრამ ახლა ირანის ხანები ჩაუსაფრდნენ და ძალიან ბევრი ერთ-ერთ თაზე დაიხოცა. და ფერეიდნელები იმის მერე დაშენ უფრო ცოტანი, თორემ ალბათ რომ ეს ბრძოლა რომ არ მომხდარიყო, ალბათ ფერეიდნელები დღეს ქურთ ბახტიარებზე მეტი არ იქნებოდნენ ფერეიდანის პროვინციაში, თორე ქურთები ზოგადად ბევრ სხვადასხვა პროვინციაში არიან და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ქურთები მაინც უფრო მეტნი აღმოჩნდებოდნენ. სხვადასხვა ქურთებს აქვს გაფანტულად ცხოვრობენ ისიც, მაგრამ ძალიან ბევრ მხარეში ცხოვრობენ. აქვთ თავისი რაიონები. ფერეიდნელებთან უფრო ახლოს არიან თურქიასერები. სხვადასხვა თორენის სოფლებში რამდენიმე ახაჩვენებული აზერულადაც მეტყველებს, მაგრამ ეთყობა რაღაცა სხვანაირი დიალექტი, იმიტომ რომ მე რო თურქულად დავინაპარაკე, მე თურქული ენა ვიცი. თითქმის ვერ გაიგეს მერას ვეუბნებოდი, არა და ზოგადად აზერების ესმით დაუშვათ ჩემი თურქული. ძალიან საინტერესო ამბები მოყევი, ძალიან საინტერესო ფაქტები იყო და ყველაზე მთავარი ის სულისკვეთება, რითაც ამ ყველაფერს გადმოსცემდი. ძალიან დიდი მადლობა, გიორგი, ამისთვის გონია რომ ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო გიორგი გრავეიშვილი. ჩანაწერის დასასრულს გაგიზიარებთ მე თვითონ ჩემი ფონდის ლინკს, სადაც ნახავთ ჩემს გამოცემებს, რამდენიმე წიგნს, ნახავთ ასევე ფილმს
ნახავთ ასევე კომპაქტ დისკს ამ ჩემი თემის ირგვლივ. დანარჩენი მოხდით ავტოვოთ სურპრიზად. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. საიტზე ნახავთ ყველაფერს და მალე ნახავთ უკვე ჩემ ძველ მასალებსაც.